უკვე 4 წელზე მეტია ვუყურებთ, როგორ აკეთებს რუსეთი რაღაცას, რაზეც ამ დროის უმეტეს ნაწილში უკრაინას უბრალოდ პასუხისგაცემა შეეძლო. ტაქტიკა საკმაოდ მარტივი იყო, მაგრამ დამანგრეველი. რუსული Su-34 ფრონტის ხაზის უკან უსაფრთხო ადგილას აფრინდებოდა. შემდეგ კი უშვებდა მსხვილ პლანირებად ბომბს. ეს არის საბჭოთა ეპოქის არამართული ბომბი, რომელსაც დამატებული აქვს გასაშლელი ფრთები და სატელიტური ნავიგაციის სისტემა. ბომბი 50-დან 70 კილომეტრამდე მიფრინავდა უკრაინულ პოზიციებზე, იმ იმედით, რომ მიზანს ზუსტად მოხდებოდა. მაგრამ სანამ ეს ბომბდამშენი თავის საქმეს აკეთებდა, მეორე რუსული თვითმფრინავი, როგორც წესი, Su-35 უფრო მაღლა და უკან ტრიალებდა, აკვირდებოდა ცას და მზად იყო დაესაჯა ნებისმიერი უკრაინული გამანადგურებელი, რომელიც ჩარევა შეეცდებოდა. ბომბდამშენი ბომბავს ესკორტი იცავს. ამ შრომის გაყოფას ხელს უწყობდა ის ფაქტი, რომ რუსეთს თვითმფრინავების რაოდენობით უზარმაზარი ვიცხობრივი უპირატესობა ჰქონდა. ომის დასაწყისში ეს მაჩვენებელი 10-1-ის წინააღმდეგ იყო რუსეთის სასარგებლოდ. ყველაზე სანდო წყაროების მიხედვით, რუსეთს ჰყავდა დაახლოებით 1300-1400 თვითმფრინავი, მაშინ როცა უკრაინას მხოლოდ 120-მდე გამანადგურებელი ჰქონდა განკარგულებაში. და ამან რუსეთს საშუალება მისცა ყოველ თვე 1000-ობით მართვადი ბომბით დაებომბა ფრონტის ხაზის უკრაინული მხარე. უკრაინის პასუხი ამაზე დიდი ხნის განმავლობაში შემოიფარგლებოდა არსებული საჰაერო თავდაცვის სისტემების გამოყენებით და ასევე დასავლეთისგან მიღებული დახმარებით. ყველაზე უკიდურეს შემთხვევებში უკრაინას გარდაულად მოუწევდა გაეშვა დასავლეთიდან მიღებული თვითმფრინავები, როგორიცაა Mirage 2000-ები და F-16-ები, რაც შეიძლება მეტი პლანირებადი ბომბი გაენადგურებინა, ან მაინც შეექმნა შეკავების ეფექტი. მაგრამ 2026 წლის შუა პერიოდში უკრაინას უკვე მეტი არჩევანი გაუჩნდა და ერთ-ერთი ყველაზე გონიერი ნაბიჯი ის იყო, რომ მათ ბურთი ისევ რუსეთის მხარეს დააბრუნეს იგივე მეთოდის გამოყენებით. უკრაინამ აიღო ზუსტად ის სტრატეგია, რომელიც მის წინააღმდეგ გამოიყენებოდა. თითქმის ნაბიჯ-ნაბიჯ დააკოპირა და ისევ რუსეთის მიმართულებით მიმართა. მოდით განვიხილოთ, როგორ მუშაობს ეს ტაქტიკა რეალურად. რატომ ვერ იყენებდა უკრაინა მას აქამდე და რატომ გახდება ეს მოსკოვისთვის ბევრად უფრო დიდი პრობლემა, ვიდრე უკვე არის. ეხლა მოდით ცოტა უფრო დეტალურად განვიხილოთ თავად ტაქტიკა, რადგან მისი აღწერა უჩვეულო წყაროდან მოდის. ანგარიში გამოქვეყნდა 2026 წლის ივნისის ბოლოს და გავრცელებული ინფორმაციით უკავშირდება რუსულ ტელეგრამ არხს სახელად მეთაური საუბრობს ან ვოივოდარის ეთერები, რომელსაც შესაძლოა მჭიდრო კავშირი ჰქონდეს რუსეთის საჰაერო ძალებთან. ეს წარმომავლობა მნიშვნელოვანია, რადგან რუს სამხედრო ბლოგერს, რომელიც უკრაინულ ტაქტიკას აღწერს, ყველა მიზეზი აქვს, რომ ისინი გარკვეულად უარყოფითად წარმოაჩინოს. და მაინც, რასაც აქ ხედავთ, ემთხოვა დასალურ ანალიზებსა და პროგნოზებს, რაც ნიშნავს, რომ მას უფრო მეტი დამაჯერებლობის ნიშნები აქვს. აი, როგორ მუშაობს ეს. უკრაინული საბრძოლო თვითმფრინავები წყვილებად გამოდიან. ერთი თვითმფრინავი დაბლა და სწრაფად მიფრინავს სამიზნისკენ, ზუსტი პლანირებადი ბომბების ტვირთით, რომლებიც მიზნად ისახავს რუსული ძალების დაზიანებას ნაცრისფერ ზონაში ან მის მახლობლად. როდესაც ის უახლოვდება გაშვების წერტილს, მკვეთრად ადის მაღლა. ეს ასვლა ფიზიკის გამო ხდება, რადგან პლანირებად ბომბს ძრავა არ აქვს. რაც უფრო მაღლა და სწრაფად იმყოფები, როდეს მას უშვებ, მით მეტი კინეტიკური ენერგია აქვს და მით უფრო შორს მიფრინავს, სანამ გრავიტაცია დაბლა ჩამოიყვანს. ამიტომ ბომბდამშენი დაბლა მიფრინავს, რომ რადარის ჰორიზონტს ქვემოთ დარჩეს, შემდეგ კი ბოლო მომენტში მკვეთრად ადის მაღლა, რათა ბომბები რაც შეიძლება შორს ისროლოს. ამას ფიზიკის კანონები ამართლებს, რაც რუსეთმაც გამოიყენა, სულ მცირე აქამდე. მაგრამ ამ აღმასვლას ის პრობლემა აქვს, რომ თავს ამჟღავნებს. მიწასთან ახლოს მიმავალი რეაქტიული თვითმფრინავი ძნელად შესამჩნევია და ძნელად დასაზიანებელი. იმ მომენტში, როცა ის მაღლა იწევს ბომბების დასაგდებად, რუსული რადარი მას მაშინვე აფიქსირებს და სწორედ მაშინ შეიძლება პატრულზე მყოფმა რუსულმა გამანადგურებელმა შეუტიოს. აქ მეორე უკრაინული თვითმფრინავი ამართლებს თავის დანიშნულებას. მეორე თვითმფრინავი, რომელიც ჩვეულებრივ F-16-ია უკან, მოშორებით და უფრო მაღლა იმყოფება და საჰაერო რაკეტით მზადყოფნაშია. თუ რუსული Su-35 ან Su-30 ბომბდამშენისკენ გამოიქცევა, ესკორტი რაკეტას გაუშვებს. F-16-ის შემთხვევაში ეს რაკეტა ამერიკული AIM-120 ამრამია. ეხლა შეიძლება ამ ამრამმა რეალურად ვერ ჩამოაგდოს რუსული თვითმფრინავი. ამ ომში მანძილები დიდია, რუსული გამანადგურებლები სწრაფია და ასე გაშვებული რაკეტა, როგორც წესი, უფრო მოწინააღმდეგის რეაქციის გამოწვევას ემსახურება, ვიდრე მის განადგურებას. მაგრამ რეაქციის გამოწვევაა მთავარი მიზანი და ხშირად ესეც საკმარისია. რუსი პილოტი, რომელიც ხედავს, რომ მისკენ AIM-120 ამრამ რაკეტა მიფრინავს, იძულებულია შეწყვიტოს შეტევა, უარი თქოს გადაჭერაზე და თავიდან არიდების მანევრები შეასრულოს. ამ რამდენიმე წამში უკრაინულმა ბომბდამშენმა უკვე ჩამოაგდო თავისი ტვირთი და სახლში დაბრუნებას ცდილობს.
რუსმა თხარო ასევე ყურადღება გაამახვილა უკრაინელი პილოტების სიტუაციურ ცნობიერებაზე და აღნიშნა, რომ როგორც კი რუსი მფრინავები რაკეტებს გაუშვებენ, უკრაინელები მაშინვე წყვეტენ შეტევას და ტოვებენ ბრძოლის ველს. თავიდან ამცილებელ რუსს შეიძლება სწრაფად გაუშვოს საკუთარი R-37 ან R-77 რაკეტა, მაგრამ ამ დროს უკრაინელები უკვე ჩვეულებრივ სწრაფად გარბიან და მთელი ამ დროის განმავლობაში აკვირდებიან რაკეტას. ამ ეტაპზე ესკორტის ტაქტიკა რეალურად აღარ ეხება საჰაერო ბრძოლაში გამარჯვებას, არამედ ბომბდამშენისთვის ტვირთის უსაფრთხო ჩამოშვებისა და უსაფრთხო გასვლის უზრუნველყოფას ემსახურება. და რომ გავიგოთ, რატომ სჭირდება უკრაინას ეს ფარი ასე ძალიან, უნდა ვისაუბროთ ერთ იარაღზე, რომელმაც უკრაინის საჰაერო ომი ყველაზე მეტად განსაზღვრა. ეს იარაღია R-37M და სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც უკრაინელი პილოტები ომის უმეტეს ნაწილს თითქმის ხეების წვერებზე მფრინავები ატარებდნენ. R-37M არის რუსული შორ, მანძილზე მოქმედი საჰაერო რაკეტა, რომელსაც ატარებს MiG-31BM-ის ინტერსეპტორი და სულ უფრო ხშირად Su-35 და Su-57. წყაროსა და ვარიანტის მიხედვით, მისი მოქმედების რადიუსი მერყეობს 150-დან 400 კილომეტრამდე, ხოლო ფრენის სიჩქარე ბგერის სიჩქარეს 5-დან 6-ჯერ აჭარბებს. ეხლა, ეს მთავარი ციფრები სიფრთხილეს მოითხოვს. 300-400 კილომეტრიანი მაჩვენებელი გულისხმობს მაღალ სიმაღლეზე გაშვებას MiG-31-დან, რომელსაც ძლიერი რადარი აქვს. მაგრამ აქ რაკეტა გაუშვეს Su-35-დან, რომელსაც უფრო პატარა რადარი აქვს, ამიტომ მისი პრაქტიკული მოქმედების რადიუსი მნიშვნელოვნად მოკლეა. ექსპორტული ვერსია RVVBD რეკლამირებულია მაქსიმუმ 200 კილომეტრზე და სავარაუდოდ ეს უფრო შეესაბამება იმას, რასაც რაკეტა რეალურად ახერხებს. მაგრამ ამ დიაპაზონის ყველაზე კონსერვატიული ზღვარიც კი ბევრად აღემატება იმას, რითაც უკრაინას შეეძლო საპასუხოდ სროლა ომის უმეტეს პერიოდში. ლონდონში დაფუძნებული სამეფო გაერთიანებული სამსახურების ინსტიტუტის ინფორმაციით, ჯერ კიდევ 2022 წლის ოქტომბერში რუსეთი დღეში 6 R-37M-ს ისროდა უკრაინის საჰაერო ძალების მიმართულებით. უკრაინელმა პილოტებმა ჟურნალისტებს უთხრეს, რომ რაკეტა იშვიათად ანადგურებს სამიზნეს ერთ-არტმაში, მაგრამ ეს თითქმის არსებით საცდენილია. მისი მიზანი აუცილებელი არ არის განადგურება, არამედ უკრაინისთვის საკუთარი თვითმფრინავების გამოყენების შეშინებაა. მარტო მაღალი სიმაღლეზე თავდაცვის მცდელობა შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს, როდესაც გრძელ დისტანციურ საჰაერო რაკეტებს ეჯახები, რაც უბრალო ასვლასაც კი პოტენციურად მომაკვდინებელ გადაწყვეტილებად აქცევს. შედეგად მისი MiG-29-ისა და Su-27-ის პილოტები იძულებულნი გახდნენ დაეშვათ ისეთ სიმაღლეზე, სადაც მათ შეეძლოთ რელიეფისა და მიწის ზედაპირის გამოყენება რუსული რადარისა და რაკეტის დამიზნების სისტემებისგან დასამალად. იქ ქვემოთ ისინი უფრო დაცულები იყვნენ R-37M-ისგან, მაგრამ ახლა გახდნენ მოწყვლადები მიწიდან სროლისა და იმავე რუსული გეგმირებადი ბომბების მატარებელი ბომბდამშენების მიმართ, რომლებსაც შეჩერებას ცდილობდნენ. უკრაინას უკვე ჰყავს ერთი მსხვერპლი ამის შედეგად. 2026 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსული ავიაციის ტელეგრამ არხებმა განაცხადეს, რომ Su-35-მა ჩამოაგდო უკრაინული F-16 Sumis, მახლობლად შორ მანძილზე მოქმედი R-37 სერიის რაკეტით. თუ ეს სიმართლეა, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინული F-16 სააერო ბრძოლაში დაიკარგა და არა მიწიდან სროლის ან ავარიის შედეგად. ეს ფაქტი თავისთავად გეუბნებათ R-37M-ის პოტენციურ საფრთხეზე იმ ადგილას, სადაც მხოლოდ დაფიქსირებაც კი შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს. ეს არის ის საფრთხე, რომელსაც ესკორტის ტაქტიკა ცდილობს მართოს. რაც გვაბრუნებს უკრაინელების ხელში არსებული რაკეტების თემასთან და იმ არითმეტიკასთან, თუ ვინ ვის რა მანძილიდან შეიძლება მოხვდეს, F-16 2026 წლის შუა პერიოდში საუკეთესო ესკორტია, რაც უკრაინას აქვს. მას აქვს თანამედროვე რადარი, ეფექტური ელექტრონული ომის აღჭურვილობა და AIM-120, რომელიც ეკუთვნის მსგავსი, მაგრამ ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული რაკეტების ოჯახს. ძველი ვარიანტები დაახლოებით 75 კილომეტრს აღწევენ, მაშინ როცა უკრაინისთვის მიწოდებული უახლესი ვერსია AIM-120C-120C8 ამ მანძილს 160 კილომეტრამდე ზრდის. ეს სერიოზული იარაღია. მაგრამ რუსულმა არხმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინას ყოველთვის არ აქვს სათადარიგო F-16, ამიტომ იმპროვიზაციას მიმართოს სხვადასხვა ვარიანტებს აერთიანებს. საბჭოთა ეპოქის Su-27, რომელიც MiG-29-ს ზედასაფარს უზრუნველყოფს, ორივე ძველ R-27 რაკეტაზეა დამოკიდებული, ან თუნდაც Su-27, რომელიც სხვა Su-27-ის ფარავს. R-27 ბევრად მოკლე მანძილისა და ბევრად ძველი იარაღია, რაც გაჩვენეთ, რამდენად ცდილობს უკრაინა იმით, რაც აქვს. და უნდა დავბრუნდეთ ამ ანგარიშის დასაწყისში მოცემულ სტატისტიკაზე. ამ ტაქტიკის მიუხედავად, რუსეთს მაინც უფრო მეტი ბომბდამშენი და გამანადგურებელი ყავს ცაში, ნაცლისფერი ზონის თავზე, და ის მაინც ბევრად მეტ ბომბს აგდებს. აქ საჰაერო პარიტეტი არ არსებობს, ჯერ არა. ამის ნაცვლად, უკრაინამ ბოლოს და ბოლოს იპოვა გზა, რომ იბრძოლოს იმ საჰაერო სივრცისთვის, რომელსაც ადრე სრულად მობდა. ასე რომ, ტაქტიკა დროებითი გამოსავალია და ის, რაც ამ დროებით გამოსავალს მართლაც გადამწყვეტად აქცევს, არის რაკეტა, რომელიც საბოლოოდ აღემატება პრობლემის მოქმედების არეს. და აღმოჩნდა, რომ ასეთი რაკეტა უკვე გზაშია.
ის მოდის Saab JAS 39 Gripen-თან ერთად. 2026 წლის მაისის ბოლოს შვედეთმა და უკრაინამ გამოაცხადეს ყველაზე დიდი დასავლური გამანადგურებლების პაკეტი, რომელიც უკრაინას ოდესმე მოუპოვებია. სადაც შვედეთი აპირებს გადასცეს მოქმედებაში მყოფი Gripen C და D ტიპის 16-მდე 17-მდე თვითმფრინავი, რომელთაგან პირველი სავარაუდოდ 2027 წლის დასაწყისში ჩამოვა. მიუხედავად ამისა, უკრაინა გეგმავს შეიძინოს 20-მდე ახალი წარმოების Gripen E და F ტიპის გამანადგურებელი, რომლის დაფინანსება მოხდება 2.5 მილიარდი ევროს, ანუ დაახლოებით 2.8 მილიარდი დოლარის ოდენობით, ევროკავშირის სესხით, ხოლო მიწოდება დაგეგმილია 2030 წლიდან. ეს ყველაფერი დაფუძნებულია განზრახულების წერილზე, რომელიც 2025 წლის ოქტომბერში იქნა ხელმოწერილი, რაც შესაძლებლობას ტოვებს 100-დან 150-მდე თვითმფრინავის ფლოტის შექმნისთვის. შვედეთმა მკაფიოდ განაცხადა, რომ პაკეტი ასევე მოიცავს მოწინავე საჰაერო შეიარარებას, როგორიცაა Iris-T, AMRAAM და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი Meteor. Meteor არის უმნიშვნელოვანესი ელემენტი იმ ამბავში, რომელსაც ხვებით. იმის ნაცვლად, რომ რაკეტის ძრავა რამდენიმე წამში დაიწვას და რაკეტა ინერციით იმოძრავოს, Meteor იყენებს რეგულირებად რამჯეთს, რომელიც მუდმივად აწარმოებს პიცქს. ეს მას ბევრად დიდ გაქცევის შეუძლებელ ზონას აძლევს დიდ მანძილზე. Saab ოფიციალურად მის მოქმედების რადიუსს 100 კილომეტრზე მეტს ასახელებს და იუწყება, რომ შესაძლებელია 200 კილომეტრამდეც მიაღწიოს. საერთაშორისო სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტმა ასევე მოიხსენია Meteor, როგორც ყველაზე ეფექტური ჰაერი ტიპის რაკეტა, რომელიც ამჟამად დასავლეთის საბრძოლო თვითმფრინავებზე გამოიყენება. მაგრამ აი რატო ცვლის ეს ესკორტის ტაქტიკას? უკრაინისთვის ხელმისაწვდომი რაკეტებიდან მხოლოდ Meteors აქვს ეფექტური სიშორე, რომ რეალურად შეუქმნა საფრთხე Su-35, რომელიც ფრონტის ხაზის უკან 60-დან 100 კილომეტრამდე მანძილზე ლანირებადი ბომბებით ისვრის. F-16-ებზე დაყენებულ AMRAAM-ებს და უკრაინის ფრანგულ Mirage 2000-ებზე არსებულ Mika რაკეტებს უბრალოდ არ აქვთ ასეთი სიშორე რეალურ ფრონტის ხაზის პირობებში. პრაქტიკაში, თუ უკრაინული ესკორტი AMRAAM-ს გაუშვებს, ეს უმეტესად უბრალოდ შეაშინებს რუსულ გამანადგურებელს და აიძულებს უკან დაიხიოს. მაგრამ თუ იმავე საჰაერო დაფარვის როლში მყოფ Gripen-ზე Meteor-ს დააყენებ, მაშინ ესკორტს უკვე შეუძლია მიაწვდეს და რეალურად გაანადგუროს რუსი ბომბდამშენი, რომელიც თავიდანვე პლანირებად ბომბებს აგდებს. მნიშვნელოვანია, რომ Meteor-ს არ აქვს ისეთი გრძელი მოქმედების რადიუსი, როგორც R-37M-ს, მაგრამ ის აღემატება ძველ R-27-ის ჯობნის ყველაზე ახალ AMRAAM-საც კი და უტოლდება R-77-ის. საჰაერო ძალებისთვის, რომლებიც 3 წელი მოქმედების არედან იყვნენ გასული, ეს სერიოზული ცვლილებაა და Gripen განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინის მდგომარეობისთვის იმ მიზეზებითაც, რომლებიც რაკეტას ცდება. ის ცივი ომის პერიოდში შეიქმნა სწორედ იმ ტიპის ომში გადასარჩენად, როგორცაც ახლა უკრაინა აწარმოებს. მას შეუძლია დატოვოს მთავარი ბაზები და იმოქმედოს ჩვეულებრივი გზატკეცილების მონაკვეთებიდან, მცირე სახმელეთო ტექნიკური ჯგუფით და სწრაფი ხელახალი მომზადებით, იმ ვარაუდით, რომ საბჭოთა რაკეტები პირველივე დღეს გაანადგურებდნენ მის აეროდრომებს. თვითმფრინავი ასევე პირდაპირ უერთდება ნატოს მონაცემთა არხებს და ატარებს უფრო თანამედროვე ტიპის რადარსა და ელექტრონული ომის სისტემას, რაც ძველ გადაცემულ F-16-ებს არ აქვთ. მაგრამ ესეთი ტაქტიკა მხოლოდ რაკეტებს არ საჭიროებს. აქ სამი მნიშვნელოვანი ნაწილია. რაკეტები ბომბდამშენების დასაცავად, თვითმფრინავები ფრენისთვის და თავად ბომბები ჩამოსაგდება. და რაც 2026 წლის ზაფხულს ასე მნიშვნელოვანს ხდის, არის ის, რომ როგორც ჩანს, ყველაფერი ისე დაემთხვა, რომ ეს ყველაფერი ერთდროულად იწყებს ჩამოსვლას. მაგრამ სანამ ამ თემებში ჩაუღმავდებით, არ დაგავიწყდეთ გამოწერის ღილაკზე დაჭერა. თუ გსურთ, The Military Show სიახლეებს ადევნოთ თვალე. ჩვენ ყოველდღიურად ვაქვეყნებთ ვიდეოებს, რომლებიც უკრაინის ომში და მის ფარგლებს გარეთ ყველა მნიშვნელოვან მოვლენას აშუქებს. გაუბრუნდეთ წარმატებული ესკორტის მისიის 3 ძირითად კომპონენტს. პირველ რიგში გვაქვს ბომბები. ომის უმეტეს პერიოდში გლაიდ ბომბების უპირატესობა თლიანად რუსეთის მხარეს იყო. 2025 წლის დასაწყისისთვის რუსეთი თვეში დაახლოებით 3500 გლაიდ ბომბს უშვებდა, რაც ფრონტის მასშტაბით დღეში 100-ზე მეტს შეადგენდა. თვიური მაჩვენებელი რეკორდულ ნიშნულს 5700-ზე მეტს 2026 წლის იანვარში მიაღწია. და სავარაუდოდ რუსეთმა მხოლოდ 2024 და 2025 წლებში დაახლოებით 85000 ესეთი ბომბი ჩამოაგდო, ხოლო 2025 წელს დაგეგმილი აქვს 120,000-ის წარმოება. თავად კომპლექტები თითქმის აბსურდულად იაფია. თითოეული დაახლოებით $20,000 ღირს, რაც ზუსტად ის მიზეზია, რის გამოც რუსეთს შეუძლია ასეთი რაოდენობით მათი გამოყენება. უკრაინა ვერ გაუტოლდება ასეთ მოცულობას, რადგან მისი სამხედრო მრეწველობის უმეტესობა დრონებზეა დაფუძნებული, მაგრამ მას აღარ უწევს ნულიდან დაწყება. ის იღებს ამერიკულ გლაიდ ბომბებს, მათ შორის გაზრდილი რადიუსის J-დამებს. და 2026 წლის მაისში უკრაინამ წარადგინა თავისი პირველი ადგილობრივად შექმნილი გლაიდ ბომბი, რომელიც დაახლოებით 250 კილოგრამიან საბრძოლო ქობინს ატარებს და Brave One-ის თავდაცვის ტექნოლოგიური ჰაბის მეშვეობით საბრძოლო გამოყენებაში შევიდა. მეტი უკრაინული ბომბდამშენი, რომელიც მეტ უკრაინულ ბომბს ატარებს, ნიშნავს მეტ საბრძოლო გაფრენას, რომლებსაც ესკორტი სჭირდება. სწორედ ამიტომ ჩნდება წყვილის ტაქტიკა 2026 წელს და არა 1 წლის წინ. მეორე, რაკეტები.
ესკორტი მხოლოდ იმდენად კარგია, რამდენადაც იარაღი, რომელსაც ის ატარებს და უკრაინის მოკავშირეები მას ამარაგებენ. 2026 წლის ივნისის შუაში გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა გამოაცხადა, რომ გერმანია გადასცემს საჰაერო რაკეტების უცნობ სამნიშნა რაოდენობას საკუთარი მარაგებიდან. ახალი IRIS-T საჰაერო თავდაცვის სისტემების გარდა 400 მილიონი დოლარის წვლილი უკრაინის საჰაერო თავდაცვის საბრძოლო მასალაში და კიდევ 200 მილიონი დოლარი PAC-3 Patriot-ის ჩამჭერი რაკეტებისთვის ნატოს მხარდაჭერილი შესყიდვების ინიციატივების ფარგლებში. პისტორიუსმა არ დააკონკრეტა, რომელი რაკეტები იგულისხმებოდა, მაგრამ აშკარა კანდიდატებია AIM-9 და AIM-120. რომლითაც დღეს უკრაინის F-16-ები არიან შეიარაღებული, ან IRIS-T და Meteor-ის რაკეტები, რომლითაც ხვალ გრიფენები იქნებიან შეიარაღებული. ორივე შემთხვევაში ეს ის საბრძოლო მასალაა, რომლის გარეშეც ესკორტის ტაქტიკა პირდაპირ ვერ იმუშავებს. ამ მომენტისთვის მიწოდებულია და უკრაინა უკვე სერიოზულად იწყებს მის გამოყენებას. მესამე, თვითმფრინავები. აქ ბელგია საქმეში ერთვება და მისი ვალდებულება უფრო დიდია, ვიდრე თავიდან ჩანს. ბელგიამ წარმოადგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც 2029 წლისთვის უკრაინას გადასცემს თავის მთელ F-16-ის ფლოტს, ანუ 53 თვითმფრინავს, რადგან თავად გადადის F-35-ი. გრაფიკი ითვალისწინებს 7 თვითმფრინავს 2026 წელს, საიდანაც 3 იფრენს, ხოლო 4 ნაწილებად დაიშლება სათადარიგოებისთვის. შემდეგ კიდევ 5 2027 წელს, 14 2028 წელს და 20 7 2029 წელს. ეს ემატება იმ F-16-ებს, რომლებიც უკვე დაპირებულია ნიდერლანდების მიერ, რომელმაც 20 4-ს დაპირდა, დანიამ 19-ს, ხოლო ნორვეგიამ 6-ს. ბელგიის წვრილი მარტო მას აქცევს მთელი კოალიციის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ინდივიდუალურ დონორად. აქ მხოლოდ ერთი პრობლემა არსებობს. ბელგია მხოლოდ იმ შემთხვევაში გაგზავნის თავის თვითმფრინავებს, თუ მიიღებს იმ ახალ F-35-ებს, რომლებიც შეუკვეთა. მაგრამ ამ F-35-ებმა დაგვიანება გამოიწვია და თვითმფრინავების უმეტესობა მხოლოდ 10 წლეულის ბოლოს ჩამოვა. ნორვეგიის 6 F-16-დან, როგორც იუწყებიან 2026 წლის აპრილამდე, ყველა არ იყო ჩასული უკრაინაში. ზოგიერთი ჯერ კიდევ ბელგიაში რემონტება, ხოლო სხვები ნაწილებადაა მიწოდებული. ზონირებული გამანადგურებლები ხშირად 10 წლეულების წინანდელია და საბრძოლო ფრენამდე მათ თვეები ან წლები სჭირდებათ შემოწმებისა და კაპიტალური რემონტისთვის. და უკრაინამ უკვე დაადასტურა 3 F-16-ის დაკარგვა ომში. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა დასავლურ გამანადგურებელ ძალას იღებს, ეს უფრო ეტაპობრივი გაუმჯობესებაა, ვიდრე ერთ ღამეში მოულოდნელი შეიარაღება. და მიუხედავად იმისა, რომ ეს ტაქტიკა კარგად უნდა იმუშაოს სადაო ნაცრისფერ ზონაში, უკრაინა შეიძლება აღარ დასჭირდეს მხოლოდ ამ ზონაში დარჩენა დიდხანს. 2026 წლის ივნისში რუსულ სამხედროებთან დაკავშირებულმა Telegram ახმა განაცხადა, რომ უკრაინამ გამოიყენა ამერიკის მიერ მიწოდებული ახალი რაკეტა AGM-188 Rasti Dagger, რათა დაერტყა ნახევარგამტარების ქარხანა სახელად Sobolka, რუსეთის ქალაქ ვორონეჟში. როგორც სხვა რუსული წყაროების მტკიცებების შემთხვევაში, ეს არც კიევმა და არც ვაშინგტონმა არ დაადასტურეს. თუმცა თავად იარაღი აღსანიშნავია. Rasti Dagger არის ASHS-ის საჰაერო ძალების პროგრამის, სახელად ERAM-ის, ანუ გრძელდისტანციური შეტევითი საბრძოლო მასალის პროდუქტი, რომელიც 2024 წლის დასაწყისში დაიწყო. მისი მთავარი მიზანი საკმაოდ პირდაპირია. უკრაინისთვის ხელმისაწვდომი, მასობრივად წარმოებადი გრძელდისტანციური დარტყმის იარაღის მიწოდება. და ამის განხორციელება უფრო სწრაფად, ვიდრე ტრადიციული შესყიდვის ვადები იძლევა საშუალებას. რაკეტა წარმოადგენს ჰიბრიდს, ფრთოსან რაკეტასა და მართვად ბომბს შორის. ზომით კი შეესაბამება სტანდარტულ 220 კილოგრამიან MK-82 ბომბს. პრინციპში ნებისმიერი თვითმფრინავი, რომელსაც შეუძლია ამ ბომბის გადატანა, შეძლებს რაკეტის გადატანასაც. თავარი აქ არის გავრცელებული ინფორმაცია რადიუსის შესახებ, რომელიც, როგორც ამბობენ, 930 კილომეტრზე მეტია, თუ გამოიყენება შედარებით მცირე 45 კილოგრამიანი საბრძოლო ქობინი. პირველი საწარმოო პარტია, რომელიც 840 რაკეტას მოიცავს, რეალურად დაგეგმილი იყო 2026 წლის ოქტომბერში გადასაცემად, ხოლო უკრაინას ნებადართული აქვს სულ 3350-მდე რაკეტის შეძენა. ასე რომ დებიუტი 2026 წლის ივნისში ნიშნავს, რომ გარკვეული რაოდენობის რაკეტები უკვე ჩასულია უკრაინაში და სავარაუდოდ რეალურ სამიზნეებზე ტესტირება მიმდინარეობს. რაკეტის ფორმა და ზომაც მნიშვნელოვანია. თუ ის თავსდება ნებისმიერ JDAM შემძლე თვითმფრინავზე, მაშინ 12 F-16-იანი ესკადრილია ერთ საბრძოლო გაფრენაში შეძლებს 154 ასეთი რაკეტის გაშვებას. ეს იგივე მოქნილი პლატფორმის კონცეფცია, რაც ესკორტის ტაქტიკის საფუძველში დევს. უბრალოდ მასშტაბირებულია დაპირისპირების ზონიდან რუსეთის სიღრმეში. F-16 და Gripen სწრაფად შეიძლება გადაიქცეს მრავალფუნქციურ თვითმფრინავებად, პლანირებადი ბომბების გამშვებად, რაკეტებით შეიარაღებულ ესკორტად და შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტების გამშვებად, იმის მიხედვით, რა არის საჭირო კონკრეტულ მომენტში. ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ უკრაინამ უკვე მოიგო საჰაერო ომი. რუსეთს ჯერ კიდევ ყველაზე დიდი საჰაერო ძალები ხავს, ყველაზე დიდი ბომბების მარაგი და ყველაზე შორ მანძილზე მოქმედი რაკეტა. Gripen-ები წლების შემდეგ ჩამოვა საკმარისი რაოდენობით. მაგრამ თავარი ისაა, რომ ეს ყველაფერი ნაწილების საბოლოოდ იკრიბება და უკრაინას უკვე აქვს სახელმძღვანელო თუ როგორ განახორციელოს ეს ტაქტიკა და დაუღალავად მუშაობს მის სრულყოფაზე. ასე რომ, როცა ყველა ეს ნაწილი ჩამოვა, მას შეუძლია კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიიპყროს.
ეხლა, თუ გსურთ მეტი გაიგოთ გრიფენებზე და როგორ დაიწყეს მათ ფრენა უკრაინის თავზე, ნახეთ ეს ვიდეო. და არ დაგავიწყდეთ, გამოიწეროთ The Military Show, რათა ყოველთვის იცოდეთ უახლესი მოვლენების შესახებ.